დილამშვიდობისა მეგობრებო, მოკლედ ადგილს არ ვამბობ, უბრალოდ ესეთ რაღაცას წავაწყდი. ხევში რა. გზის პირას არის ზუსტად. საბურავები და კალათები პლასტმასის. წარმოიდგინე, ვიღაცა ისეთი ჟმოტია და ისეთი არასწორია, რა ცხოვრებით არასწორი და ცხოვრებით არაკაცი, რომ გდანის ნაგავსაყრელზე ფულის გადახდა დაენანა, ალბათ განა რამდენი გადაგეხადა, გეთქვა და მე მოგცემდი. რო აი აქ არ წამოგიღო და აქ არ დაგიყარა ტყეში. მშვენიერი ბუნება არის, ნახეთ რა. კარგი ჰაერია, მშვენიერი ხმებია და აქ ყრია ხევში არის ჩაყრილი ეს საბურავები და ამდენი ნაგავი, რაც აქ იქნება საუკუნეები. ეს ხომ მალე არ გაქრება და ვერ გაქრება. აი ამის აქ დამყრელი უნდა ჩამოიყვანო. მაგრას ცემო, ჩააგდომან და სათი თავთ ამოატანინო მე ეგენი. აი როდის მორჩება ეს ხალხი იმას, რომ საკუთარ ქვეყანას არ გაუფრთხილდეს. აი როდის მორჩებით, ამას ვერ ვიგებ რა. ღორები ხართ სულთ, აი უბრალოდ რა უნდა გითხრათ. ღორიც მეწოდება ცხოველს რო გადარებთ თქვენ. ძალიან არასწორი საქციელი არის, პატარა რაღაცაც არ უნდა დააგდო ბუნებაში. ეგ ხო შენი ქვეყანა არის, შენი პლანეტა არის და უნდა გაუფრთხილდე. მაგრამ მაგდენს ვერ იაზრებთ, იმიტომ რომ სახში როგორი ღორებიც ხართ, ეგეთები ხართ გარეთაც. განა რა უნდა გამოერთმიათ ნაგავსაყრელზე, რომ მიგეტანა ეგ ნაგავი და დაგეყარა. არავის არ განვიკითხავ, არც ადგილს ვასახელებ სპეციალურად არაფერი, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, იქნებ ვინც გააკეთა იმან ნახოს და პატარა რაღაც მაინც გაიაზროს, რომ მაგარი არასწორია და ცხოვრებით არაკაცი ხარ. მეტი რა უნდა გითხრა, ცუც არაფერს გეუბნები, არ გაგინებ და არ გრანცხავ, გულშიც კი არ მიგინებია შენთვის. საგინებელი არ ხარ, ეგ არის არაკაცობა, მეტი არაფერი, არაკაცს რო გეტყვიან, მაგაზე ცუდი არაფერი არ არის.